მინდა ერთი მოკლე მიმართვა გავაკეთო, ჩვენ ახლა ამ დღეებში მუდმივად გვიკავშირდება საზოგადოებაც და მინდა რომ ჩვენი პოზიცია იცოდნენ ჩვენი გაერთიანების ქართველთა დიდი გაერთიანება ერთიან განცხადებას გააკეთებს მომავალ ოთხშაბათს იმასთან დაკავშირებით რომ აი ეს აქციები იმართება ცალ-ცალკე, მაგრამ ჩვენი პოზიცია იქნება დადებითი, ჩვენ მივალთ ყველასთან. ეხლა მე დღეს პირადი იმას გავაკეთებ მხოლოდ და გაერთიანების სახელით ჯერ არ ვილაპარაკებ. ამას ოთხშაბათს, მომავალ ოთხშაბათს თქვენ ყველა ერთად მოისმენთ. პირველ რიგში რა ვიცი, იუბილარი ვარ, მეხათრება და ყველას დიდი მადლობა უნდა მოგიხადოთ. ძალიან ბევრი ის მივიღე და სათითაოდ მიჭირს ყველას სათითაოდ რომ გავცე, ძალიან მიყვარხართ ყველანი და ყველას დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ როგორც იცით, აქცია გამოფენა გქონდა კვირას რუსთაველზე. ეს იყო ძალიან ერთ-ერთი სერიოზული აქცია იმ კუთხით, რომ ჩვენ თელ საზოგადოებას გამოვლეს და თვითონ ვინც პირდაპირ ეთერში ხედავდა რამდენიმე ჩართვა ჰქონდა, ყველამ დაინახა თუ როგორი ფაქტები გვედონ, თლიან საჯარო რეესტრიდან ამოწელილი ისინი ფაქტები, ასევე იყო ფოტო ილუსტრაციები საგურამოდან, ბაზალეთიდან, გონიოდან და ყველა მხარეში სატაბახმელა და სადაც კი გაყიდულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული ბიძები, კატასტროფული მდგომარეობა. სამწუხაროდ ახლა ძალიან გული დაგხვდა, რომ იქ არ მოვიდნენ ნამდვილად. ახლა ამათ მე იმას კი არ ვამბობ, აქ რაღაცა ანგარიშწორებით კი არ ვლაპარაკობ, ამას არ მოვიდა არც პატრიოტთა ალიანსი, რომელიც 30-ში აწყობს, არც კონსერვატორები არ მოვიდნენ და მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არის და არც ჩვენ არ უნდა ჩავიდოთ გულში რაღაცა წყენად, არც ერთი სასულიერო პირი არ მოვიდა და ესე ძალიან ცუდი ფაქტი არის და ამაზე საზოგადოება უნდა იმჯელოს, როდესაც სამშობლო ასე დღეშია და ასეთი აქცია იმართება და ამ დროს მხარს არ გიჭერს სასულიერო პირები, ძალიან ცუდია. მე კი არ უნდა დამიჭირო მხარი უნდა დაუჭირო სამშობლოს. ამიტომ ეხლა მე ეს ჩემი პირადი მიმართვა არის, მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ არც მაშინ, როდესაც კონსერვატორებმა ლისზე გამართეს აქცია, ჩემი პირადი რაღაცა დამოკიდებულების გამო, რომ ჩვენ რაღაცა განსხვავებული აზრები გვაქვს, მე გულში არ ჩამიდია და იქაც მონაწილეობდი და მივედი და კარგი იქნებოდა ეხლა 30-ში რომ მართავს პატრიოტთა ალიანსი და 7 დეკემბერს ალტიფო ერთად გაეკეთებინათ, მით უმეტეს რომ არჩევნებშიც ერთად გამოდიოდნენ, ეს დაყოფა ისევ სამშობლოსთვის არის ცუდი, მაგრამ პირადად ჩემი პოზიცია და ჩვენ ამისთვის შევქმნით ეს გაერთიანება, ქართველთა დიდი გაერთიანება, რომ მე პირადად და ასევე ჩვენი გაერთიანების წევრების ერთიან განცხადებაში გამოვლენ და იტყვიან მომავალ ოთხშაბათს, რომ ჩვენ დავდგებით ჩვენ თავზე მაღლა სამშობლო სიყვარულის გამო და ჩვენ მივალთ პატრიოტთა ალიანსის აქციაზეც და მივალთ კონსერვატორების აქციაზეც. ჩვენ ამით მაგალითს დაუდებთ ამ ქვეყანაში იმას, რომ პირადი წყენებზე მაღლა უნდა დადგეს, დააყენოს შენი სამშობლო სიყვარული და უნდა დავანებოთ თავი ბუტიაობას და სამშობლო გადავარჩინოთ ერთმანეთთან ერთობით. ამას გულისხმობს საფუძველში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართველთა დიდი გაერთიანება. აი ამ ფუნდამენტზე უნდა მოხდეს დიდი გაერთიანება, ამ მორალზე და ზნეობაზე უნდა მოხდეს და არა პირად წყენებზე და ბავშვურ ბუტიაობაზე. დიახ, მე აბსოლუტურად არაფერი არ წყინს, ყველაფერს ვივიწყებ ჩემი სამშობლოს გულისთვის და პირადად მე მივდივარ ერთის აქციაზეც და მეორე აქციაზეც და ასევე მოიქცევა ჩვენი ქართველთა დიდი გაერთიანება და ამას ოთხშაბათს თქვენ ყველა მოისმენთ.
მადლობთ ყურადღებისთვის.